ამ დასახლებას რეალურად მოდელის. დასახლება ვიზას მივახდინე. სამხედრო მიგეუბნებიან არის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем оборону. Слава Украине. საწყის პოზიცია გვაქვს ამ ადგილიდან. ამ ჯოხიდან, ჯოხს ფეხს არ ვაბიჯებთ. გავართ ჯოხთან, ტაიმერის ხმაზე ვიწყებთ და მივდივართ სასროლ პოზიციასთან. ფურცლებზე არის 4 სახე. ვატრიალეთ ფურცელს და რომელი სახე სამოგვივა, იმას ვიმახსოვრებთ. შემდეგ ვიღებთ პომპას და წინ გვაქვს თეფშები. პომპას გადავტენით. ყველა იქნება ესეთ მდგომარეობაში, გაატენვა დაჭირდება მხოლოდ და მცველი მოხსნილი ექნება. დავაზიანებთ სამივე სამიზნეს, განვუხტავთ, დავდებთ ისევ აქ და მივდივართ სიქიუბის დასაწყისთან. თქვენი იარაღი დევს აქ. იარაღში მჭირი არ არის მორგებული, თქვენ გაქვთ ორივე მჭირი. იარაღს ამოიღებთ 14-იან ჭიც, პირველი არის 14-იანი, მეორე არის 9-იანი. 14-იან ჭიც მოარგებთ, დატენით და იწყებთ მოძრაობას და ჩვენს წინ არსებულ სამიზნეს ვაზიანებთ A ზონაში. ყველა სამიზნე ზიანდება A ზონაში. ბოლო სამიზნის გარდა, სახეებიანის გარდა. სამიზნეებს გეტყვით რამდენი იქნება, რა არის? 2 დაზიანება. ანუ აქ ვინც გაჩერდება, დაეწერება ჯარიმა. ანუ გაჩერებული არ ვისვით. უეჭველი უნდა იყოს მოძრაობა. თუ გინდა ნელინაბიჯი იყოს, მაგრამ უნდა იყოს მოძრაობა. შემდეგ გადავდივართ. ცველზე აყავს პოზიციაზე გადასვლის დროს. შემდეგ გადავდივართ შემდეგ სასროლ პოზიციაზე. ეს არის ჩვენი სასროლი პოზიცია და ჩვენს წინ არსებულ 2 მუყაოს ვაზიანებთ A ზონაში 2 გასროლით. ანუ 4 გასროლა გვია სულ. კი ბატონო. ცველზე აყავს ისევ და გადმოვდივართ შემდეგ სასროლ პოზიციაზე. შემდეგ ვაზიანებთ ამ 2 სამიზნეს. კი ბატონო, A ზონაში. გადმოვდივართ შემდეგ სასროლ პოზიციაზე და აქედანაც ჩვენს წინ არსებულ მარცხნივ არსებულ სამიზნეს და გადახრილ სამიზნებს ვაზიანებთ. ჯარიმებს რაც შეეხება სამიზნის არევა, ანუ სახე რო აგერიოს, არის 20 წამი ჯარიმა. თუ ეს როლე 5 და მოხვდა 4 არის 20 წამი ჯარიმა. ყველა ვარიანტი უნდა იყოს 5 მოხვედრა. თავში არ უნდა იყოს მოხვედრა, უნდა იყოს გუმკერდის არეში. სადაც იქნება ფოტო, იქ არ უნდა იყოს მოხვედრა, მარტივად. ცველზე ჯარიმა არის 5 წამი. სამიზნეზე თუ მოიყო 1 მოხვედრა, ან გინდა არ იყოს საერთო მოხვედრა, არის 10 წამი ჯარიმა. არ აქვს მნიშვნელობა. ბონუსები თუ იყო მოხვედრა თეფშებზე, თეფზე მოხვედრა არის 5 წამიანი ბონუსი. ანუ -5 წამია. თუ იყო მოხვედრა და ანუ გახვრეტილი იყო მარტო და არ დაამსხვრია თეფში, მაინც გეწერება ეს ბონუსი. პრაქტიკული კარაბინის მეორე დღე 3 ახალ სავარჯიშოს ეთმობა. ძირითად იარაღთან ერთად მონაწილეებს ბონუსკულის ასაღებად 12 კალიბრიანი პომპის გამოყენება უწევთ, რის შემდეგაც სამიზნეების უმეტესობა ცენტრალურ A ზონაში უნდა დააზიანონ, რაც მაღალ სიზუსტეს და მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. ეგრეთ წოდებული CQB ტურნირის გამოცდილი მონაწილეებისთვის ტრადიციული სავარჯიშოა, თუმცა ის ყოველ ჯერზე იცვლება. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დამწყებ მცროლელებს უჭირთ, რადგან შენობის წმენდის იმიტაცია ხანგრძლივ ვარჯიშს მოითხოვს.
ინტერესი დიდი ხანი არსებობდა. პრაქტიკულად ჩარჩა შევიძინე იარაღი და ჩავერთე მეტნაკლებად აქტიურად ამ მიმართულებით. ვარჯიშობ შეძლების დაგვარად, მეგობრებს ვეკითხები რჩევებს, ვინც უკვე გამოცლიან ამ საკითხში და მეც ვცდილობ რომ ნელ-ნელა ჩემი ტექნიკა თუ გამოცდილება შემდეგ ეტაპზე გადავიყვანო. ჩემთვის პირველი პრობლემა იყო ის, სულ პირველი შეჯიბრო ეტაპი იყო ეს ჩემთვის. შესაბამისად არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რისთვის მომზადებულიყავი. არის მცირე მასშტაბის საბრძოლო ინსცენირება, ეს დავარქვათ, სადაც გიწევს ახლო მანძილზე მიზნების დაზიანება. პრინციპში მეტნაკლებად კარგად გავიარე, რაღაც ჯარიმებით, უკეთად შეიძლებოდა. ალბათ ეს ყველაფერი უფრო პრაქტიკის შემდეგ გაუმჯობესდება. ორი იარაღი იყო აქ და ასე ვთქვათ, საკმაოდ ახლო მანძილებზე, საკმაოდ ზუსტად მოითხოვდა და პლუს ადამიანის იდენტიფიცირებას. როგორ მოახერხე ეს ყველაფერი? აი პირველი იარაღიდან გასროლა და შემდეგ ლეველზე გადასვლა. პრინციპში პირველი იარაღი პირველი სოლა მიზანს გავარტყე, როგორც ჩემი ტექნიკური პრობლემა იყო, ვერ გადავტენე, ისე როგორც საჭირო იყო. შემდეგ ჩვეულებრივად რა დავალებებს იყო შევასრულე და პრინციპში ბოლო ადამიანის ამოცნობაც მეტნაკლებად მარტივი იყო. მთავარი იყო არ გეჩქარა, კარგად აკვირვებოდი და ამის შემდეგ უკვე გაგეკეთებინა სროლა. შემდეგი სავარჯიშოც ოთახის წმენდის იმიტაციაა. ამჯერად ტურნირის ორგანიზატორებმა ცოტა მეტი იმპროვიზაცია მოინდომეს მონაწილეებისგან. სავარჯიშოს შესრულებისას მსროლელი ზის სკამზე, მოხვეული აქვს პლედი ისე, რომ ტანი მთლიანადაა დაფარული. პიპერის ხმაზე მსროლელი დგება, იღებს იაპონურ კატანას, რომლითაც უნდა დააზიანოს მის წინ განთავსებული ზომბის სამიზნე. ამის შემდეგ გადადის ოთახის საწყის პოზიციაზე. იღებს იარაღს, არგებს მჭიდს და იწყებს მოძრაობას მარცხენა სამიზნის მიმართულებით, საიდანაც სამიზნეები თითო გასროლით უნდა დააზიანოს. შემდეგ პოზიციაზე ესვრის კიდევ ერთ ქაღალდის სამიზნეს და მეტალის გონგს, რომელზე მოხვედრების შემდეგაც მოძრავი სამიზნე უნდა დაზიანდეს. უყაოს დაზიანების შემდეგ კიდევ ერთი ზომბი სამიზნეა. ამჯერად მას მსროლელმა თავის არეში მონიშნულ 3 სანტიმეტრიან სამიზნეზე უნდა მოარტყას, რის შემდეგაც გადადის გვერდით ფანჯარასთან და თითო გასროლით აზიანებს მუყაოს სამიზნეებს. უდაბნოს კარაბინი 2025-ზე რეგისტრირებული 80 მონაწილიდან 13 ქალი იყო. ბოლო წლებში სპორტის ამ სახეობაში არაერთი წარმატებული ქალი მსროლელი ასპარეზობს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ წელს ტურნირზე ქალთა დივიზიონი ოფიციალურად დამატებულიყო. სავარჯიშოები არის საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო. კონკრეტულად STG ძალიან მხიარულად იწყება. ისეთი სავარჯიშოებით, რომელსაც ვერ წარმოიდგენდი და ეს აქ გავეცანით ამ ყველაფერს, არავინ მომზადებული არ იქნებოდა ამისთვის და შემდეგ საკმაოდ პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც ძალიან გამოსადეგი არის. ზოგადად სფეროს განვითარების ძალიან კარგი მაჩვენებელი არის ქალების ჩართულობა ამ სფეროში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 3 წლის წინ არ არსებობდა ქალი მსროლელი. დღეს უკვე საკმაოდ ბევრი არიან, საკმაოდ კარგად ისვრიან, ეხლა რასაც ვუყურებ, ძალიან კარგი შედეგები აქვთ და ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენ სფეროს განვითარების ინდექსად, ასე ვთქვათ, რომ ძალიან წინ მიდის და პოპულარული ხდება. რაც შეეხება ქალების ჩართულობას, ყველა სფეროში ასე ხდება ჩემი აზრით. სადაც ნაკლებობა არის ქალების, იქ ქალებს მეტი мотиваცია აქვთ, რომ უკეთესები იყვნენ. მე როცა პირველად მივიღე მონაწილეობა შეჯიბრში, მაშინ ტარდებოდა პირველად ესეთი ღია შეჯიბრი და მას შემდეგ ეხლა პირველად გამოვედი შეჯიბრზე. გავიდა დაახლოებით 3 წელი ალბათ.
და რასაც ვუყურებ, ძალიან შეცვლილი არის. ძალიან განვითარებული არის, სროლელები ბევრად უფრო მომზადებულები არიან. ჩვენი გადაცემა წლებია აშუქებს სამოქალაქო მსროლელების პრობლემებს. ამ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ჯერ ისევ არ არის ოპტიმალური. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს, სასროლეთების მოწყობა იყო. წელს პირველად სამოქალაქო მსროლელებს ამ ახლად გახსნილმა სასროლეთმა უმასპინძლა, რომელიც თბილისიდან 1 საათის გზაზეა. თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეგიონებში ამ კუთხით არაფერია მოწესრიგებული. დღეს ვართ სოფელ უდაბნოსთან, დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველად საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ გაიხსნა სრულმასშტაბიანი სასროლეთი, რომელზეც შესაძლებლობა აქვთ მსროლელებს, რომ ისროლონ როგორც მოკლე მანძილებზე, პისტოლეტის, თქვათ, ან გლულულიანი სანადირათოფის მანძილებზე, ასევე გრძელ მანძილებზე, შაშხანებისთვის, ნახევრად ავტომატურებისთვის და ბოლტიანი შაშხანებისთვის, რაც ცალსახად სასიხარულოა, იმიტომ რომ თქვენ იცით, ჩვენ დიდი ხანია მსროლელები მოკლებული ვიყავით ამ, ასე ვთქვათ, სიამოვნებას, არ ქონდა სასროლეთი და გვიწევდა სხვადასხვა ადგილების პოვნა, თქვათ, ქალაქგარეთ, უსაფრთხო ადგილები, სადაც შეიძლებოდა შეჯიბრების ჩატარებას და მათ შორის ვარჯიშიც და ცალსახად მისასალმებელია სასიხარულო და ძალიან კაია რომ დღეს მასპინძლობენ და მადლობა მინდა გადაუხადო ამ ხალხს. პრეციზიული სროლის ფედერაციამაც მოაწყო თავის სასროლეთი თბილისის მიმდებარე დაახლოებით 50 კილომეტრში. მანძილები გვაქვს, ესე იგი 0-დან 1310 მეტრამდე. ის ცოტა განსხვავებული სპეციფიკის სასროლეთია, მხოლოდ ერთი მიმართულებით ხდება სროლა. ხეობუნებრივი ზღურბლები გვაქვს, ასე ვთქვათ, ტყუის დამჭერებად და აბსოლუტურად უსაფრთხო არის და საკმაოდ საინტერესოა ქარის კუთხითაც სროლა, იმიტომ რომ ყოველთვის არაპროგნოზირებადია, ხან დასავლეთის ქარი უბერავს, ხან აღმოსავლეთის ქარი უბერავს და ყოველთვის ეს სვალებადი მომენტი არის და შესაბამისად სროლელის მაღალ უნარებს მოითხოვს, რომ შესწორება სწორად შეიყვანოს და ისროლოს. 15-იანი მჭიდი მორგებული გადატენილი, მეორე 15-იანი მჭიდი ჯიბეში თუ სადაც გაქვთ. ვიწყებთ აი ამ ადგილიდან. სიგნალზე წვები და 150-იან გონგს. ვარტყამთ ორჯერ. მოვარტყით ორჯერ. იარაღი მცველზე, თუ არა იყვან მცველზე დაგეწერება 10 წამი და ჯობი არ დაგეწეროს, იმიტომ რომ ჯარიმა არის. დავდებთ იარაღს. მოდიხარ აქ, ცალი ხელით ამას არ ვიღებთ. ანუ როგორც ადრე გქონდა, ვიღებთ ორი ხელით. და საბურავს ხო ხედავთ? ვისვრით საბურავისკენ, გაიწე არ მოგარტყა? ჩააგდო არა, აი სადამდეც მივა. გოგოებისთვისაც ეს წონა არის, ბიჭებისთვისაც ეს წონა. აიღე იარაღი, წამოიღე, მოხვედი, დადე, აიღე კიდე ერთხელ. კიდე ერთხელ ისვრი. ეხლა რა ხდება, როცა ესე ახლოს მივიდა გირი საბურავთან? იარაღი ავიღეთ, მოხვედი, შეგიძლია ერთი ხელით აიღო და ჩადო აქედან აქ. იარაღი მაქვს აქ, წვები ორჯერ ვარტყავ ისევ, ადის იარაღი მცველზე, მოვდივარ, ავიღე ეს ორი ხელით, გაიწიეთ, გადმოვაგდე და დავარდა აქ. მოდიხარ, იარაღი მოგაქ, აიღე, ჩადე, დაწექი, ორი მორტყმა აქედან. იქიდან აქ რომ მოხვედი, აქედან ფეხზე, ფეხიდან ამის საყრდენის გამოყენების გარეშე. ვესვრით 150-იან გონგს, აწი აღარ არის 150, მაგრამ რამდენიც არის. ორი მორტყმა. გავიგეთ ხო? ეხლა წავედი. მოვედი აქ შუაში. აი ესე. დავტენე, გადავტენე. ფეხიდან ორი მორტყმა. განმუხტე ისევ იარაღი. და არა, აიღე არა, ამით უნდა შემოუარო ამ ჯიგარს, ყვითელს. არა, შეეხი არა უშვის. მოგაქ უკან. არა, აი ამ წითლამდე. ესე იგი, მოხვედი აქამდე. იარაღი არის განმუხტული. შენ იარაღიანად მირბიხარ იქ. აღარ ვისვრით მაქედან. იარაღი იქიდან აქ მოგაქ ჩვეულებრივად. დებ ქვეშსაგებზე, იღებ ამას, რომელშიც იქნება მჭიდი მოთავსებული, ერთადერთი რაც ცველზე, რაც დაგჭირდება იქნება მოხსნა და გადატენო.
ეხა როგორ არის? ავიღე, აქ მოვედი, ეს ისე არის გაკეთებული, არ ვიცი როგორ მოიხერხებთ, ჩემთვის მოსახერხებელი იყო ესე. და მოსახერხებელი არის ის, რომ ეს გადავდო წინ. იმიტომ რომ ამას ხომ ბახინჯი ჭიდი აქვს. ესე საყრდენად არ ივაგე. ორდღიანი სროლისა და 5 ეტაპის შემდეგ გამარჯვებულების დაჯილდოვების დრო მოვიდა. ღია დივიზიონის გამარჯვებული გიორგი ალავიძე გახდა. ქალთა დივიზიონი დაკო სიდამონიძემ მოიგო. PCC დივიზიონის პირველ ადგილოსანი ნიკა გაიდაბურა, ხოლო შეჯავშნული დივიზიონის პირველ ადგილოსანი ერეკლე მაისურაძე გახდა. ჩაგეხუტო ოქრო ხარ ეს ჩვენგან პირველად ჩატარდა ასე ვთქვათ ოფიციალურ დიდ გარესასროლეთზე ეს შეჯიბრი პირველ რიგში ამან ხელფეხი გაგვიხსნა იმაში რომ პარალელურად ჩაგვეტარებინა საფეხურები და უსაფრთხოების დაცვით და გარდა ამისა მოგცა იმის საშუალება რომ როგორც მოკლე დისტანციებზე ასევე შორ დისტანციებზე ქონოდა შერეული უფრო მეტი საფეხური და შესაბამისად მიგვეღო უფრო მეტი მონაწილე. განსხვავება იმაშია რომ ვაზნა უფრო მცირეა და ნაკლებწონიანი, შესაბამისად დისტანციები ამ დივიზიონისთვის იყო შედარებით უფრო ნაკლები, მაგრამ დავალებების სირთულე პრინციპში იგივე იყო. იმიტომ რომ ფიზიკური დატვირთვა და გადაადგილება ყველა შეჯიბრი იგივე ფორმატს მოიაზრებდა. საკმაოდ რთული იყო, ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო, ზოგი რაღაც შეიძლება რომ იყო მარტივი, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ფიზიკურ მონაცემებსაც ითხოვდა და ნუ რა თქმა უნდა სიზუსტეს თავისთავად. მომეწონა, კარგი იყო, კიდე მივიღებდი რა თქმა უნდა, გავივლიდი კიდევ ამ ეტაპებს ერთის გარდა, რა თქმა უნდა. და დიდი მადლობა მინდა კიდევ გადაუხადო გოგო მონაწილეებს, რადგან ძალიან კარგად იასპარეზეს. ზოგადად ეს კიდევ ერთი წარმატებული შეჯიბრი იყო პრაქტიკულ სროლაში, ჩემი აზრით. იყო ძალიან ბევრი მონაწილე, იყო ძალიან დიდი კონკურენცია, აგრეთვე იყო განსხვავებული 5 ეტაპი, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულები იყო ერთმანეთისაგან და საკმაოდ დიდი ბრძოლა დაგჭირდა ყველა მონაწილეს, რომ აქ რაღაც შედეგი დაგვედო. პრაქტიკული კარაბინის მორიგი ტურნირი გაზაფხულზე ჩატარდება.